ახლამთაში გადავინაცვლოთ, სადაც სხვას სულ უფრო იშვიათად ნახავთ. მეცხვარეები ჩივიან, რომ მათი შენახვა გაძვირდა და სომხეთს საფასო კონკურენციას ვეღარ უწევენ. მართალია მუსულმანურ ქვეყნებში, სადაც გასულ წლებში ქართული ცხვარი მასობრივად გაჰყავდათ, მოთხოვნა ექსკლუზიურად ჩვენს ცხვარზეა, მაგრამ ის მოტყუებით სომხურმა ცხვარმა ჩაანაცვლა. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, ცხვრის ექსპორტის ბუმის პერიოდში 2009-2011 წლებში ექსპორტის მოცულობა $16 მილიონ არ აღემატებოდა და მას შემდეგ ქართველი მეცხვარეები ამბობენ, რომ რეალიზაცია ორჯერ, სამჯერ შეუმცირდა, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი პირიქით იზრდებოდა და შარშან $21 მილიონსაც მიაღწია. მათ შორის წელს 10 თვეში უკვე 17 მილიონი იყო რეალიზაცია. გამოცანის გასაღები ისევ სტატისტიკაშია, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ბოლო წლებში საქართველოში სომხური ცხვრის შემოყვანა გაიზარდა. კერძოდ, თუ კი 2010-ში სომხური ცხვრის იმპორტი 0 იყო, 2012-ში $1.5 მილიონი გახდა, 2014-ში კი $4 მილიონსაც ასწდა. წელს კი 10 თვეში უკვე $3.3 შეადგინა. გამოდის, რომ ქართული ცხვარი ექსპორტში სომხურმა ჩაანაცვლა. ცხვრის კულტურა და ჩათვალე 10 წელში თუშებში ცხვარი აღარ იქნება რა, ახალგაზრდები აღარ მიდინა. თუშ მეცხვარეებს მამაპაპისეულ საქმეზე გული აუცრუვდათ. ადგილობრივი ცხვრის მოვლის კულტურა ყოველწლიურად უფრო წამგებიანი ხდება. არავნარი შემოსავალი აღარ აქვს ცხვარს. Просто ყავს ის, რომ გეთვლება, რომ ცხვარი ყავს და რაღაცას ფერმერობდა, რაღაც მეურნეობა გაქვს თორე. როგორც ასეთი, რომ შემოსავალი ხონდეს ცხვარს და ცხვრით უკვე რაღაცა გააკეთო, უკვე აღარ არსებობს ეგეთი რაღაცა. რისკიანი საქმე, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას და მომთაბარე ცხოვრებას მოითხოვს, სულ უფრო ნაკლებ მოგებას უტოვებს მეცხვარეს. გაწავა ცხვარი. არ მიდია რა, არა, შემოსავალი არ აქვს ცხვარს და ვინ წავას. აი ვიცი, ახალგაზრდები უფრო აღარა. საზღვარგარეთ გადიან ახალგაზრდები. თუშეთის საძოვრებზე გაშლილი ცხვრის რეალიზაცია გაჭირდა. მეცხვარეებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ და ათასობით სულ საქონელს საეჭვო რეპუტაციის უცხოელ კლიენტებს ნისიად ატანენ. ფულის ამოღებას კი ვეღარ ახერხებენ. პრობლემა არის ის, რომ რეალიზაცია ჭირს ძალიან. ვინ უდენში არიან ყველა მეცხვარე, რომ ადგენს და გაატანოს ნისია და ნისიების 40% დაკარგულია, ნისია სხვისი ახვიცით, ესე რა, წვალობენ, დაზდებენ. კერძო ბიზნესია, მაგრამ თავრობამ რომ დაარეგულიროს, რომ ჯერ ადგილობრივი გავიდეს და მერე რეექსპორტი და უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი მერე გავიდეს რა. იმიტომ რომ ხელს გვიშლის სომხეთიდან შემოყვანილი ცხვარი, რომელიც ქართული თუშური ცხვრის სახელით გადის, საქართველოს სახელით გადის. აი ეგ არის პირველი პრობლემა. ქართულ ცხვარზე შემცირებული მოთხოვნა, რომ დიდწილად სომხეთიდან შემოყვანილმა წვრილფეხა პირუტყვმა განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღიარებენ. ამის პასუხად იდენტიფიკაციის პროგრამა დაიწყეს. დანომრილი საყურე ნიშნებით ცხვრის წარმომავლობა, ჯიში და ჯამრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება. თუმცა პროგრამა ჯერ მხოლოდ შიდა ქართლში და თბილისის მიმდებარე სოფლებში მოქმედებს. ქართული ცხვრის ცხვარზე ინტერესი საკმაოდ მაღალია. თავარია რომ ჩვენ ვანახოთ რომ ის სიტუაცია ჯანმრთელობის კუთხით გვაქვს აბსოლუტურ წესრიგში თითოეული ინდივიდი რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას ვერ დატოვებს თუ მას არ ექნა შესაბამისი საყურე ნიშანი. ანუ თუ არ ექნა შესაბამისი ანკეტა. იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამა თუშეთამდე გაზაფხულზე მიაღწევს. მანამდე მწყემსებს ცხვრის გადარეკვა ზამთრის საძოვრებზე მოუწევთ. მეცხვარესაც და პირუტყვსაც წინ ურთულესი გზა უდევთ. გზაზე აი ტრასაა კიდე ძალიან ცუდი. არაფერი საძოვარი არ აქვს, მარტო მიგვიდის ეს გზაზე ასფალტზე, всё. სულ ყველაფერი გადაღობილია. არ გვიშვებენ არაფერი. ფაქტიურად ცხვარს ვერ მოაძოევ რა. შეიძლება ცხვარი მიყავს. ამ და სხვა მიზეზებზე რის გამოც ცხვრის დიდმა პოტენციალმა მკვეთრად დაიკლო, ახლა ბექა გონაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ისაუბრებს, თავისი პოსტი მან პროტესტის ნიშნად ამ დღეებში დატოვა. ბექა თელავიდან გვერდება, სადაც ფერმერთა კრებას ესწრება. ბექა მოგესალმებით. ჩვენ ახლა გვითხრეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომ ეს პრობლემა რაც ეხება სომხური ცხვრით ქართულის ჩანაცვლებას მოიხსნება, ან ყოველთვის მოიხსნა, იმიტომ რომ შემოიღეს ეს აღრიცხვის სისტემა. ეს ნიშნავს თუ არა იმ ფონზე რომ სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ექსპორტი არ მცირდება, იზრდება, რომ უკვე ბიძგი მიეცემა ქართულ ცხვრის წარმოებას. თუ არის კიდევ სხვა პრობლემები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რა არის ის?
გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. იცით რა არის ჩვენ თუ ვიძახით იმას, რომ პრობლემები ეს არის მხოლოდ, ეს არ არის მხოლოდ პრობლემები. არც ჩემი, ასე თქვათ, გადადგომა მარტო ეს მიზეზი. თავარი მიზეზები ძალიან ბევრია. ჩვენ ერთი წელი გახდა, რაც შარშან დავწერეთ ცხრის განვითარების სტრატეგია, სამინისტრომ დაწერა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. მას შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ იქ რაც იქ ჩვენ ჩამოვწერეთ და რა მიდგომებიც უნდა ყოფილიყო, ეს არ მოხდა. ვერ მოხდა. და მე ამას ობიექტურ მიზეზებსაც ვაბრალებ, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი აზრით უნდა იყოს გამოყოფილი, აი სიუჟეტში იყო თქვენთან ტრასების პრობლემა, ხო? ტრასების პრობლემაზე უშუალოდ ადამიანს ვითხოვ უკვე რამდენიმე წელია, რომ სურსათის უვნებლობას გადაეცა და მე მივესალმები ამას, რომ სურსათის უვნებლობა მართოს ეს ცხრის გადასარეკ ტრასე, უბრალოდ უნდა გადაეცეს. აი ეს ჯერ კიდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არის. მე ამას მივესალმები, მაგრამ იქ უნდა იყოს ერთი ადამიანი თუნდაც უკვე ამ ეტაპზე, რომელსაც ჩვენ აუხსნით, იმან ჩვენი პრობლემა ეცოდინება და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მასთან ჩვენ ასე თქვათ ურთიერთობა, ხო, რომ ეს საბოლოოდ დამთავრდეს. 5 წელია ამას ვაკეთებთ. 5 წელია და არ შეიძლება 5 წელი ეს ხალხი ზოგ თავში ცურს ურტყავენ, ზოგს რა ვიცი, ჩხუბი მოზდის გზაზე ზოგს გზა არ არის. შეიძლება რომ ამხელა ფარა 1000 სულიანი ფარა კაცმა გაატაროს 15 მეტრაში. აი თუ შევი რა გზაზე დადიან, ერთხელ გაიარეთ, უბრალოდ აგეტირებათ, სადაც ეს ხალხი დადის. სოდო არის ადამიანი, არც მოსაძოვებელია, არ დასასვენებელი, არაფერი და მოსაძოვებელი ახლა ახსენეთ ჩვენ ერთად საუბრობთ წლების განმავლობაში ამ საძოვრების თემაზეც და პრობლემაზეც. პრობლემა მოკლედ ვიტყვი არის იმაში, რომ დარიგდა ეს მიწები ძალიან იაფად, შესაბამისად ეს თქონება არც მიწას ამუშავებენ და გადასაყიდად არის მათი მფლობელების მიერ გამზადებული, შესაბამისად იქ არც უშვებენ საძოვებლად სხვას. და ეს ქმნის პრობლემას. აი წინა ხელისუფლების დროს იყო ესეთი ინიციატივა, რომ თუ მიწა არ იყო დამუშავებული, მაშინ რაღაც გარკვეული გადასახადი დაეწესებინათ გაცილებით მეტი, რაც მოტივირებას გამოიწვევდა, რომ ან დაებრუნებინათ ეს მიწები და საძოვებლად გამოდგარიყო, 5000 ლარიანი ჯარიმაზე იყო საუბარი, ან დაემუშავებინათ მიწა. მაგრამ ეს საუბრებიც მოიხსნა. აი დღეს რა ხდება ამ მიმართულებით, თუ მიდის რამე ფიქრი? რა შეიძლება საძოვრო? მე არ ვიცი, ხა ადრეც იყო, კი არა, მე გეტყვით, რომ შარშანაც იყო ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შარშანდელ წელსაც ქონათ ეგეთი, უბრალოდ წამოვიდა იდეა, რომ ესეთი რაღაც ყოფილიყო, მაგრამ ეს ძალიან რთულია განსახორციელებლად. მაგრამ აქ რა არის, იცით, მარტო ტრასებთან დაკავშირებით არ არის ეს პრობლემა, ხო? ანუ გასაძოვრების პრობლემა რაცა გვაქვს, ელემენტარულად გადასახადი. კარგი, თუ თქვათ ეს ჯარიმების გზით არ გვინდა წავიდეთ და ანუ ეს ცოტა სხვა საკითხია, ხო? არის ელემენტარულად გადასახადები, რომელიც ერთ დღეს ეს იყო 2010 წელს ვიღაცამ გაიღვიძა და მოდი უნდა ავწიოთ გადასახადები თქვენს და აიწია. რატო რის საფუძველზე, რა დოკუმენტის საფუძველზე ეს მაშინ არაფერი არ ყოფილა, ხო? ზოვების უფლებაზე ვიხდით გაიზარდა გადასახადები და ჩვენ ეხლა გამოდის რომ რაც ესე თქვა 3 წელია, ხო, ყველა გვეთახმებოდა იქამდე რომ ნამდვილად ცუდია ეს გადასახადები. კაცო, ეხლა ხო ჩვენ ხელში არის, არა? მოდი ეხლა გავიაროთ ეგ საკითხი და გავარკვიოთ რომ არის გადასახადელი თუ არ არის გადასახადელი. ამხელა გადასახადი და აი რა გადასახადია, რაში იხდით? შეიძლება 1000 ლარიც იყოს გადასახადელი, გესმით? შეიძლება 1000 ლარიც იყოს გადასახადელი, მაგრამ დავადგინოთ ეს შევისწავლოთ. ვიღაცამ გააკეთოს ეს. რაში ხდება ფულის გადახდა? აი ზოვების უფლებაში თუ და რამდენია? ოფიციალურად ახლა მაგალითად დედოფლის წყაროში დადგენილია 7 ლარი, სიღნაღში დადგენილია 16 ლარი და ასე შემდეგ, რაც სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. პლუს ამას ჩვენ თაში მივდივართ, იქაც ვიხდით გადასახადს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ დაახლოებით 70%-იც არ იქნება მეცხვარებისა, ვინც ფლობს თვითონ საკუთარ საძოვარს. და დანარჩენები ყველა ქირაობენ ვიღაცისგან. და ის რომ ვიღაცისგან ქირაობენ, რომელსაც არანაირი შეხება ცხვართან არ აქვს, ის ჯიბეში იდებს ძალიან დიდ თანხას. აი მე გეტყვით რომ 60, 70, 90 ლარათაც კი არის გაქირავებული ის ფართობი, რომელშიც ისინი სახელმწიფოს უხდიან 16 ლარს. ეს მანკიერი პრაქტიკა, რაც მაშინ მოხდა, ეს ისევ გრძელდება და ამაზეა ჩემი პირადად გულის ტკივილი, რომ რაღაცა ხონა შევცვალოთ, კაცო. ყოველდღე ლაპარაკობ მე ვიღლები იმის, რომ შედეგი არის ის, რომ ეს ქართული ცხვარი გამოდის გაცილებით ძვირი, ვიდრე თუნდაც მეზობელი სომხური ცხვარი, ხო? და მიუხედავად თქვათ პრიორიტეტებისა, პრეფერენციებისა, ეს შეიძლება საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტი ფაქტორი იყოს მყიდველის მხრიდან არჩევანის გაკეთებისას. ჩვენ ახლა გეტყვით, რომ აი სიუჟეტშიც იყო, რომ უბრალოდ ახალგაზრდებიც კი აღარ არიან, ვინც მეცხვარეობაში ჩართვის სურვილი აქვს, ხო? არ უნდათ ჩართვა, იმიტომ რომ ეს რომ მომგებიანი იყოს, ამაზე თქვენ დაასწრებდით ვინმეს იმის ჩიჩინს, რომ მაგამ მოდი წამოდი ცხვარში?
აღარ არის უკვე მომგებიანი მრავალი მიზეზის გამო. ის რომ 2009 წლამდე ცხვარს ვერ ვყიდით და პრობლემა გქონდა რომ ვიყავით მხოლოდ ერთ ბაზარზე ჩამოკიდებული და ეს იყო 40-50 ლარს იყიდნენ. დღეს მდგომარეობა ისეთი შეიქმნა სომხური, რუსული და ასე შემდეგ ცხრები და სხვა შიდა დინებების გამო რომ ჩვენ კლიენტები დავკარგეთ და როცა ჩვენ დივერსიფიცირებული ბაზრები არ გვაქვს ჩვენ შესაბამისად კარგავთ მეტად ან უფრო კარგად კეთილი და ბოლოს მოდით მითხარით რას აპირებთ აი რომელ უწყებასთან გჭირდება თქვენ კონსულტაცია რომ საბოლოოდ ეს პრობლემები რაზეც საუბრობთ ან ვერ მოასწარით კიდევ სხვა სხვებზე საუბარი გადაწყდეს რომელ უწყებას ეხება ეს საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ ეს პრობლემები ეხება როგორც სოფლის მეურნეობას, ისე ეკონომიკას, ისე ფინანსთა სამინისტროს. საერთოდ მე ჩემი აზრით მთლიანად მთავრობას, მაგრამ აქ ჩვენი დარგი სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროა და ამიტომ ვიყავით ჩვენც რომ აქციაც კი ჩავატარეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ხო? მაგრამ მე პირადად რო გითხრათ, მე რახან თქვი რომ დავტოვე ეს თანამდებობა, ნამდვილად არ ვაპირებ ისეთი აქტიურობით გაგრძელებას ამ ყველაფრისას, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან დავიღალე და ჯობია რომ რამე უფრო აზრიანი ვაკეთო, ჩემი აზრით, ვიდრე ახლა ეს უაზროდ ვილაპარაკო პრობლემებზე, იმიტომ რომ მე თვითონ ბეზრდება ჩემ თავთან რაღაცას რომ ლაპარაკობ ერთ და იგივეს რა. კეთილი, დიდი მადლობა. ნუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემის თვის ყურადღების მიქცევას, თქვენი დახმარებით მათ შორის და აქვე რა თქმა უნდა ვთხოვთ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს რომ რაღაცნაირად მონახონ საშუალება გააერთიანონ ძალისხმევა იმისთვის რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდეს და თუშური ცხვარი შემორჩეს როგორც ბიზნესი, როგორც ისტორია, როგორც პერსპექტივა. დღეს კი სულ ეს იყო